მოგესალმებით ვარსკვლავებო. მივედით ჩვენს მარათონზე. პერსონალური ბრენდინგის თემამდეც და ძალიან მიხარია, როგორც დაგვერდით ამ მარათონზე. მცირეოდენ ნაწილს ჩავთავდი პერსონალური ბრენდინგის საკითხებს და ამ მარათონზე ჩათვალეთ თქვენ იწყებთ საფუძველს უყრით, ამ პერსპექტივით იწყებთ უკვე თქვენს კარიერაზე მუშაობას, რომ დიახ, თქვენ ხართ პერსონალური ბრენდები. ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ სკოლიდან, უნივერსიტეტიდან ასეთ აზროვნებას, რომ ჩვენ თითქოს ვიღაცაზე უნდა ვიმუშაოთ, ჩვენ თითქოს უნდა მოვერგოთ იმ სისტემას, რომელსაც გვაწოდებს საზოგადოება, გვაწოდებს სისტემა. და ხშირად გამოგვიმუშავდა ასეთი მიდგომა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რეაქტიულები. რაც ხდება, ამაზე გვქონდეს მუდმივად პასუხი და თითქოს მუდმივად მოვერგოთ რაღაცებს. და პერსონალური ბრენდის პერსპექტივით, კი, ჩვენ ვართ პროაქტიულები. ჩვენ თვითონ გვქმნით შესაძლებლობებს. ჩვენი ხედვა სრულიად სხვაგვარია, ჩვენი ხედვა არ არის წარსულზე და ფიქსირებული აზროვნება, ასე ვთქვათ. ჩვენ თუ ვიმსჯელებთ წარსულიდან გამომდინარე, რა მქონდა, როგორ ოჯახში გავიზარდე, რა გამოცდილებები მივიღე, ძალიან ბევრს კარგავთ ამ დროს. და როდესაც ხედვას ცვლით და ჩვენ მსჯელობთ იქიდან გამომდინარე, ჩვენი აბსოლუტური, ჩვენი უმაღლესი ვერსიიდან გამომდინარე ვიწყებთ დაგეგმვას თუნდაც ჩვენი კარიერის და ჩვენი ნაბიჯების, ამ შემთხვევაში სრულიად იცვლება რეალობა. ძალიან პატარა მაგალითი რომ გითხრათ, იქამდე მივდივარ, რომ მივიდეთ მასტერობის წერტილის განხილვასთან და მასტერობის, იგივე ოსტატობის წერტილის წარმოდგენასთან, ამ ხედვის გავარჯიშებასთან და თუნდაც ამაზე მედიტაციაზე. უკვე როდესაც მიდგება საქმე და დავიწყებთ ამ კუნთის გავარჯიშებას, რომ გავზარდოთ თუნდაც მენტალურად ჩვენი მასშტაბები და არ შევზღუდოთ საკუთარი თავი. ახლა რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მხოლოდ ამით და რა ხდებოდა წარსულში, არამედ ვიმსჯელოთ ჩვენი უმაღლესი მოცემულობით, ჩვენი პოტენციალით, რომელიც მირწმუნეთ ძალიან დიდია და წარმოუდგენლად ბევრ რამეს ვფლობთ. როდესაც აქედან ვიწყებთ მუშაობას, უკვე სხვა შესაძლებლობები იშლება ჩვენს თვალწინ. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, როდესაც მე თვითონაც გავწერე ჩემი მასტერობა და მედიტაცია გავაკეთე, ერთ-ერთი რამე ჩემ კარიერაში ძალიან რჩებოდა იქამდე. და ის იყო ჩემი ბავშვობის ნიჭები, რომლებსაც ვაუფასურებდი. შემოქმედებითი ნიჭები, ხატვა მაგალითად. და არც კი მქონდა აზრში, რომ მე გამოფენაზე მივიღებდი მონაწილეობას და შესაძლოა ჩემს გონებას ძალიან რთული და ძალიან რაღაც ისეთი მოწვდომელი ეგონა ეს. მაგრამ როგორც კი მასტერობაში გავწერე, რომ გამოფენაში მივიღებდი მონაწილეობას, სულ რამდენიმე თვეში აღმოაჩინე ეს შესაძლებლობა და გავაკეთე ეს. მაგრამ მე რომ ეს არ წარმომედგინა, უბრალოდ დავაიგნორებდი ამ შესაძლებლობას და ვაიგნორებდი კიდეც. ასეა ზუსტად. ბევრი რამ შესაძლოა, ბევრად მალე გახდეს თქვენთვის ხელმისაწვდომი, როცა ამას გაივლით და თქვენს მასტერობას და თქვენს უმაღლეს პიკს, ასე ვთქვათ, დაუკავშირდებით თქვენს იმ ვერსიას, რომელსაც უკვე აქვს რეალიზებული ძალიან ბევრი ნიჭი, უკვე აქვს სრულყოფილად გრძნობს უკვე თავს და ეს ნაწილი ჩვენში ისედაც არის და ამასთან დაკავშირება ძალიან გვეხმარება განვითარებაში და თითქოს
კიბეს მივადგამთ იმ შენობას, რომელზეც დიდი ხანია გვინდოდა რომ ის გავუკეთებია და რომელზეც ისედაც ავდივართ და მივდივართ ცხოვრებისეულად. ისედაც ჩვენი გეზი იქეთ არის, მაგრამ კავშირი გაწყვეტილი რომ გვაქვს და რაღაც წარსული გამოცდილებებით მსჯელობთ, ძალიან გვიჭირს ამ დროს ნაბიჯების გადადგმა და ბევრი რამ გვაფერხებს. და მოდი დავიწყოთ. იმედი მაქვს, კარგად დაინახეთ რა მნიშვნელობა აქვს ამ პერსპექტივით დაინახო საკუთარი თავი და შენი უმაღლესი ვერსია დაინახო, შეიძლება ითქვას და დაუკავშირდე მას. თქვენ თვითონაც ნახავთ მოკლედ ყოველდღიურობაში, როგორ სხვანაირად დაიწყებთ უკვე ნაბიჯების გადადგმას. მოდით მე დაგეხმარებით, რომ შეხვიდეთ ამ მდგომარეობაში, დაუკავშირდეთ, შემდგომ და გავწეროთ ეს ყველაფერი წერილობითაც და შემდგომ ვიცეკვოთ კიდეც, იმიტომ რომ ცეკვა ჩვენი მარათონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და სხეულებრივად გატარება ამ ყველაფრის. ხმად ჩავისუნთქოთ. სხეულის პოზასაც დააკვირდით, გასწორდით, მოკალათ დიკომფორტულად. ვის როგორც გინდათ, ვიღაცას ლოტუსის პოზა მოსწონს და მე მაგას გავაკეთებ, ვიღაცას არა და უბრალოდ საყრდენი უნდა უკან. ხმად ჩაისუნთქეთ. და წარმოიდგინე ადგილი, რომელშიც თავს გრძნობ ძალიან დაცულად, უსაფრთხოდ, ჰარმონიულად. როგორი გარემოა, სად ხარ, რა ხდება ირგვლივ. რა ხმებია, როგორი სურნელია. სადაც გრძნობ თავს მაქსიმალურად კომფორტულად, უსაფრთხოდ. თვითრწმენით სავსე ხარ. გრძნობ შენ სხეულს და ტკბები ამით. ძალიან სასიამოვნო გარემოა შენთვის ვიზუალურადაც. სიმშვიდე. ეს არის შენი ძალის ადგილი, სადაც გრძნობ შენს ძალას, სამყაროსთან ერთიანობას. ყველა შეგრძნება ჩართე. ნოსვა, სმენა, ყველა. მოსინჯე ზედაპირი, მიმოიხედე ირგვლივ. და ახლა წარმოიდგინე ამ სივრცეში შექმენი სარკე. მიუახლოვდი და დაინახე მასში შენი უმაღლესი ვერსია, რომელიც აბსოლუტურად რეალიზებულია. აკეთებს ზუსტად იმას, რაც მთელი გულით, მთელი სულით გინდა რომ აკეთო და ზუსტად იმ წერტილშია, სადაც გრძნობ თავს აბსოლუტურად რეალიზებულად, ჰარმონიაში. როგორია, როგორ გამოიყურება, რა აცვია, როგორი ვარცხნილობა აქვს, რა ემოციები აქვს. კითხე რაც გინდა. მოდი ახლა წარმოიდგინე, რომ მასთან ერთად შეხვედრაზე ხარ.
გაესაუბრე. შეუკვეთე რაც გინდა მასთან ერთად. როგორი გარემოა. სად ხართ? კითხე რაც გინდა. კითხე რას აკეთებს. რამდენია ახლა ამ ეტაპზე მისი პასიური თუ აქტიური შემოსავლები. რამდენი ადამიანი ყავს გუნდში. უკვე რამდენ ადამიანს დაეხმარა მისი პროექტებით. ძალიან ყოველდღიური დეტალებით შეგიძლია კითხო. თუნდაც თუ ბლოგერია რამდენი გამომწერი ყავს. მოგზაურობს? რა სიხშირით მოგზაურობს? სად მოგზაურობს? როგორია მისი დღის რუტინა? როგორ გრძნობს თავს, როცა აი ყველაფერი ის შექმნა და ქმნის იმას ყოველდღიურად, რაც მართლა გულით გინდა შენ და რაშიც რისკენაც შენ მიიწევ. კარგად დააკვირდი, კარგად შეხედე და შეიგრძენი, რომ ეს შენ ხარ. როგორი განცდა. დააკვირდი ყველა დეტალს. ახლა მის ანგარიშზე რა თანხაა? ესეც წარმოიდგინე. იცადე მაქსიმალურად ამბიციური იყო, მაქსიმალურად ჩარჩოების გარეშე წარმოიდგინო ეს ყველაფერი. შენ ხომ შემოქმედი ხარ. მოეშვი იმ ტაბუებს, იმ შეზღუდვებს, რომლებიც ბავშვობიდან მოგვაწოდეს.